მოდით გავაგრძელოთ და ესე იგი ჩვენ ვიყავით აი ამ 32 რიგს უკვე ესე მოგხსოვეთ 32 რიგი და მივახოთ 33-ს. აი აქ უკვე გვჭირდება ისევ გავაკეთოთ ესეთი ნაწნავები, ესე ვთქვათ, რვიანები, ხო? აი აქ. ესე იგი 3-3-ზე ისევ იქნება გადაჯვარედინებული. პირველი სამეული იქნება ზემოდან, მეორე სამეული ქვემოდან. შემდეგ ორი უკუღმა თვალი, მერე ისევ იქნება ესეთი იგივე წესით გადაჯვარედინება, რვიანის გაკეთება, ისე ორი უკუღმა. შემდეგ ორი წაღმა, ერთი ნამატი, ორი წაღმა, ორი უკუღმა. შემდეგ ესე იგი ნაწნავი იქნება უკვე მეორე მხარეს, ანუ 3-3-ზე, ოღონდ პირველი სამეული უნდა მოახვედროთ ქვემოთ, მეორე სამეული ზემოთ, ხო? შემდეგ ორი უკუღმა და ისევ გავიმეორებთ აი ასეთ ნაწნავს რვიანს, ხო? პირველი სამეული ქვემოდან უნდა მოახვედროთ, მეორე ზემოდან. კარგით, ახლა ვიწყებთ, ესე იგი პირველივე ახლა 33 რიგზე ვართ და პირველი რასაც მოგხსოვ, აი ამ სამეულს პირველს გადავიტან აი ამ ჩვენ ნემსზე. ისე ხა რასაც უკვირდები, რა თქმა უნდა, ჯობია ხის ჭხირი გქონდეთ, უფრო მსუბუქია, ხა მე იმიტომ მიჭირს ამის ესე თქვათ დაკავებაც, რომ მძიმეა რკინის ნემსი და აი ადვილია რომ თქვათ გაძურეს თვლებში და დაგეკარგოთ, ხო? ესე თვლები გამოძვრეს. კარგით, ესე იგი მეორე სამეულს ვგსოვ ჯერ, ხო? ქვემოდან. ხედავთ? პირველი სამეული ზემოდან მაქვს. აი ეს. ეხლა უნდა მოგხსოვოთ მეორე სამეული, ოღონდ ნახეთ აი ესე. აი ესე წვერი, ნემსის წვერი ისე გავაკეთე, რომ აქეთ ამ მხარეზე მოხდეს ეს მოგხსოვ. 1 2 და 3. აი ეს. პირველი ესეთი რვიანი გადაჯვარედინება გავაკეთე. შემდეგ ორი უკუღმა თვალი. ხამდით. ორი უკუღმა თვალი. და ორი. და ისევ გჭირდებათ იგივე წესით. 1 2 3. ეს უნდა გადაიტანოთ აუცილებლად დამხმარე ჭხირზე. 2 3. და პირველად ვგსოვთ აი მეორე სამეულს. 1 2 3. ეხლა ვგსოვთ აი ამ სამეულს უკვე. ხო, მგონი ჩანს, მიდი მაქსელია. ესე, უკეთესია. 1 2 და 3. ესე. შემდეგ ვაგრძელებთ ორი უკუღმა თვალი. 1 2. შუაში გვექნება ორი წაღმა. მერე თვალი ნამატით, წაღმა, როგორც წაღმა, ხო, ეს ყოველთვის ესე. ისევ ორი წაღმა და ეხლა ორი უკუღმა. 1 და 2. ეხლა ისევ ნაწნავი. ნახეთ, აქ უკვე რვიანი ფორმი, აი ამ ადგილას. ეხლა აქეთაც იგივე ტიპის, უფრო სიმეტრიულად აქეთ პირიქით მოტრიალებას მეორე მხარეს აქვს, ხო? ესე გადაიტანეთ 3 თვალი დამხმარე ჭხირზე, აი ეს ჩვენი ნემსი მაქვს, როგორც დამხმარე ჭხირი. აი ესე. ეხლა ეს უნდა მოახვედროთ ქვემოთ, ამ შემთხვევაში, ხო? ესე იგი, აი სიმეტრიის ღერძის აქეთ
სხვანაირად არის, ეს ზემოთ არის, აქეთ პირიქით. ქვედ აი ეს პირველი სამეული ქვემოთ უნდა მოხდეს. და გსურთ ჯერ პირველ, უბრალოდ მეორე სამეულს. 1 2 3 ეხლა გსურთ მეორე სამეულს. შეიძლება ეს ჭხილი ცოტა არაჩვენებს ხო ესე მაშვება ეფარება, მაგრამ არა უშევს. ეს ძაფი უკან მოახვედრეთ აუცილებლად. 1 მეორე ეხლა მე ცოტა ესეთი ძაფი მაქვს, რომ იქ თითქოს რაღაც სხვა ტიპის ძაფია კიდე ჩახვეული და კარგად შევალ. მეორეა ეს ესე გავიმეორე და ეს მესამე. ეს მორჩა. ეს. ეხლა ორი უკუღმა მოდის, როგორც ხედავთ. ესე. და აქ ისე უნდა გადავიტანოთ პირველი 3 თვალი. ამ ჩვენს ჭხირზე. ნანო ნემსია ამ შემთხვევაში. და უკან დამოახვედროთ აი ესე. პირველად გსურთ ხის ჭხირზე რაც გაქვთ, ხო, თვლებს ზემოდან, ანუ ზემოდან მოხვდებიან ეს მეორე სამეულის 1 2 3 აი ესე და ეხლა მოგსო აი ამ ჩვენს ნემსზე 3 თვალს. 2 და 3. ახლა კარგად შევიდეთ. აი ესე. 3. აი მორჩა. კარგით. ეხლა 34 რიგი გვაქვს, ხო, უკუღმა რიგი, ადვილია, რა თქმა უნდა, უკვე. აი 34 რიგი. ისევ გექნებათ 6 უკუღმა, 2 წაღმა, 6 უკუღმა, 2 წაღმა, აქ გადავთვლი 1 2 3 4 5 6 7. 7 თვალი უკუღმა, 2 წაღმა, 6 უკუღმა, 2 წაღმა, 6 უკუღმა. მარტივია ძალიან. ახლა მოდით მივახოვებ. კარგად. ფოკუსი გქონდეს. პირველ თვალს არ გსურთ, როგორც ეს. მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. 2 წაღმა, როგორც ნაკსოვით ხო, აი ესე მიყვებით. ისე 6 უკუღმა. და ისე 2 წაღმა გაქვთ. და უკუღმა 7 იყო ხო? შუაში. 6 და 7. 2 წაღმა. წაღმა ისე 6 უკუღმა იქნება. ისე 2 წაღმა და ისე 6 უკუღმა. მორჩა ეს რიგიც. ეხლა 35 რიგზე. აი აქ თუ შეხედავთ. მედირო ჩანს. 35 რიგი. 6 წაღმა, 2 უკუღმა. 6 წაღმა, 2 უკუღმა. 1 2 3 წაღმა, 1 ნამატი, 3 წაღმა, 2 უკუღმა, 6 წაღმა, 2 უკუღმა, 6 წაღმა. ეხლა უკვე მარტივად მიდის როგორც წაღმა რიგი, ისევე უკუღმა რიგი.
კარგით, ახლა მეგონი კარგად არის ფოკუსი და მოდით ესე ვეცდები, რომ კარგად გამოჩნდება ალბათ. ერთი, პირველი თვალი არ მოგსოვე, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, ორი უკუღმა. ისე ექვსი წაღმა. და ისე ორი უკუღმა. აი ესე, ეხლა გვაქვს. აქ იყო 4 იყო მგონი, ხო? მოგეთ ცენტრალურ თვალზე უნდა გააკეთოთ მატება. 1, 2, 3, ისე 3 უნდა იყოს, 3 წაღმა, აი ცენტრალურ თვალზე არის მატება. ანუ აი ესე. ისე 3 ეს უკვე ნაკსოვიც გეუბნებათ. როგორ უნდა გაანაწილოთ. აქ უკვე რომ მიეჩვევით, ხო? აი სულ ცენტრალურ თვალზე არის ხოლმე მატება და უკვე თქვენ თვითონაც მიხვდებით. არ შეგეშლებათ. აი ესე 6 წაღმა. ორი უკუღმა, რა თქმა უნდა. და ესეც 6 წაღმა. და გადავდივართ უკუღმა რიგზე. ესე იგი ეს გვაქვს ჩვენ ახლა 36-ე, ესე ვფიქრობ, ხო? კი, 36-ია. მოდით ახლა აღარ შევხედავ მე და ესე მოკლედ მენდეთ, რომ კარგად მოგხსოვთ და უკუღმა თვლებია თავიდან, ანუ რასაც ხედავთ, ფაქტობრივად ეს უნდა მოგხსოვოთ, აი როგორი თვლებიც ხდებათ. 6 იქნება უკუღმა, 2 წაღმა. ისევ 6 უკუღმა. 2 წაღმა. აქ უკვე ბევრი უკუღმა გექნება, სულ უკუღმა თვლები გაქვთ შუაში. კი, უბრალოდ მატულობს რაოდენობა. ორი რიგის წინ უფრო ნაკლები იყო, ახლა უფრო მეტი გექნებათ. თან გადავთვლი მაინც. აი წაღმას მერე გაქვთ 2, 4, 6, 8 და 9. 9 უკუღმა მაქვს ცენტრში. 2 წაღმა, 2, აქ 6 უკუღმა ისევ. აი ესე 2 წაღმა. ისე 6 უკუღმა. ესე სწრაფად იქცევა უკვე. მედია რომ თქვენც ასწრებთ ჩემთან ერთად. კარგით. ეხლა წაღმა რიგს მაინც შევხედოთ, ხო? 37-ე. 6 წაღმა, 2 უკუღმა, 6 წაღმა, 2 უკუღმა. 1, 2, 3, 4 წაღმა, მატება 4 წაღმა და ასე შემდეგ. უკვე ხვდებით, მეგონი თქვენც. მეორდება, ანუ ესეთი რუიანების თავზე გსოვთ წაღმა თვლებს. შუაში 2 უკუღმა გაქვთ. ის რუიანების თავზე ვარ. ისე 2 უკუღმა. ესე თითქოს ღარი ფორმირდება, სადაც უკუღმა თვლები გაქვთ. ჩაღმავება. ახლა აქ იყო 4 წაღმა, ხო? ესე. და შუაში მატება. ესე და აი ესე. ახლა ისე 4 წაღმა. 2 უკუღმა. ახლა 6 წაღმა. 2 უკუღმა. და 6 ისევ 6 წაღმა.
ეს არის ჩვენი წაღმა რიგი 37, ხო? კი. 38. ამას არ შევხედავ უკვე სქემას, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდით, მაგრამ მე უკვე ხარ ხვდები ესევე ადვილად მოიქცევა. უკუღმა, 6 უკუღმა. ორი წაღმა. ისევ 6 უკუღმა. ისევ ორი წაღმა. და აქ გიქნებათ 11 უკუღმა ცენტრში. გახსოვთ ხო, ერთი რიგის წინ იყო 9 უკუღმა თვალი, ახლა გიქნება 11. ორი წაღმა. მე როგორც შეგხვდათ, ესეც უნდა მოგხსოვოთ. 6 უკუღმა იქნება. და ორი წაღმა. 6 უკუღმა. ესე. ეხლა შემდეგი რიგი 39. არ ჩანს რა თქმა უნდა. ესე იგი 39, 6 წაღმა, 2 უკუღმა, 6 წაღმა, 2 უკუღმა. აქ გადავთვალოთ 1, 2, 3, 4, 5 წაღმა, მატება 5 წაღმა, 2 უკუღმა, 6 წაღმა, 2 უკუღმა, 6 წაღმა. მგონი რომ უკვე თქვენ ხვდებით როგორ ვანგარიშობ, ასე ზეპირად უცებ-უცებ ხვდები უკვე და თქვენც ალბათ ესე მოყვებით. კარგით, გავაგრძელოთ, ხო? ესე იგი 6 წაღმა თვალი. მაინც იკარგება ეს ფოკუსი, ვაკვირდები. თითქოს ვიწყებ კარგი ფოკუსით, მერე იკარგება. ისე 6 წაღმა. და ისე 2 უკუღმა. ახლა 5 წაღმა, 5 წაღმა თვალი და შუაში გაქვთ მატება. ესე თან ჩანს კიდეც აი რო შეხედა ეს შუა თვალი, სადაც მატება საჭირო. ესე და აი ესე. ისე 5 წაღმა თვალი გაქვთ. და 2 უკუღმა მოსდევს. აი ესეთი 2 უკუღმა. 6 წაღმა და ისე 2 უკუღმა იქნება, ხვდებით, ხო? ორი უკუღმა. და ბოლოს 6 წაღმა. მე ხა უკუღმა რიგზე გადავალთ და შემდეგი რიგი ფაქტიურად უკვე ეს შუა ნაწილი გვექნება, აი ესეთი ნაწილი. ეხლა მოდით შევხედოთ ბოლო, ეს მარტივია, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია. უკუღმა რიგი მე-40-ია. 6 წაღმა, 2 უკუღმა, პირიქით, 6 უკუღმა, 2 წაღმა, 6 უკუღმა, 2 წაღმა, აქ ბევრი გვექნება, ესე იგი 13 თვალი გექნებათ. უკუღმა, 2 წაღმა, 6 უკუღმა, 2 წაღმა, 6 უკუღმა. აი ესეთი ბოლო რიგია, ეხლა აი სიგანის მიხედვით და თან გავზომოთ მე რა რაოდენობა მაქვს. თვლების 45 თვალი იქნება, აი აქ აწერია ზემოდან თვლების რაოდენობა. სანტიმეტრებშიც გავზომავ, რომ მიახლოებით გეცოდინებათ. ესე იგი ვხსოვთ. უკუღმა თვლების თავზე უკუღმა თვლებს, მოკლედ ყველაზე ესეთი მარტივი წესი ეს არის, ეხლა რაც შემიძლია გითხრათ. მაინც იკარგება
რაღაც ფოკუსი. უკუღმართლების თავზე უკუღმართლები მოგსურვოთ. ესე ორი წაღმა გაქვთ. და აქ 13-ია ხო? 13 უკუღმა თვალი. ესეთი თავზე გადასაჭერები ძალიან ესეთია პრაქტიკულია, ვისაც უყვარს თქვა რეზინის გაკეთება, თმების აწევა ხო ზემოთ ესე სპორტულად ვარჯიშისთვის და მთლიანად ქუდის დახურება რო არ დაგჭირდეთ თქვა თუ სადმე გარეთ ან დარბი ხართ ან რაღაც ვარჯიშს აკეთებთ, ჯობია ეს გაიკეთოთ და ძალიან ესეთია მოხერხებულია მოკლედ. თავზე გადასაჭერი, თან თბილი, რა თქმა უნდა, ეს შალი ძალიან ყურებზეც თბილად იქნება, შუბლით, ყველაფერი. კარგი, და გავედი მოკლედ ამ რიგის ბოლოშიც და ეს არის ჩვენი ესეთი სამკუთხედი, აი რაც სქემაზე იყო მოცემული და ეხლა ფიქრობ როგორ გავზომოთ აი ამ ხაზზე თუ ჯობია აი ამ თავისუფლად სადაც არის აი აქ გავზომავ ხო? მიგითხრათ სიგანე ნაკსოვის. თუმცა მაინც როცა უკვე მოიქსოვება მე უფრო გამოჩნდება. აი მიახლოვეთ არის 12 სანტიმეტრია ესე შეხედოთ. აი 12 სანტიმეტრია. კარგი ზომა არ არის მაინდა-მაინც ისე ზედმეტადაც განიერი და ნუ ძალიან ვიწროც არ არის რომ გითხრათ. კარგი, ეხლა ვაგრძელებ მე, როგორც გითხარით, ეხლა გადავდივართ აი შუა ნაწილზე, აი ამ ნაწილზე. აქ ეხლა მატებები არ ხდება, უბრალოდ გვჭირდება გარკვეული ესეთი რუიანების კეთება, მაგრამ ძალიან აქტიურად. ერთ რიგში მე უკვე 8 რიგი იქნება ამ რუიანის გარეშე, მე ისევ ანუ გავიმეოროთ ჯამში ეს თქვენც ნახეთ ეხლა დააკვირდით წესით აი აღწერაში არის ამას მოგსოვთ და კიდევ 10 ჯერ უნდა გავიმეოროთ აი ეს ანუ ჯამში 11 აი ესეთი ფრაგმენტი გჭირდებათ სიგრძეზე ხო მაგრამ თქვენ მოიზომეთ თან გაითვალისწინეთ რომ აი თქვათ ეს იწყება კისრის ცენტრალური ნაწილიდან ხო და შემდეგ აი ამ ნაკსოვის შემდეგ აი ამას გსოვთ. თქვათ, როცა 5 ჯერ გაიმეორებთ ამას, ხო? შეხედეთ, აი თქვენ სანამდე გწდებათ წესით შუბლის ცენტრში უნდა მოდიოდეს, აი სადაც მიხვალთ. აი როცა უკვე ამასაც მოგსოვთ, თქვათ 5 ჯერ, იმიტომ რომ ვამბობ, აი ეს იგი რახან კიდევ 10 ჯერ უნდა მოგსოვთ. მინიმუმ 10 ესეთი ფრაგმენტი გექნებათ. პლუს კიდევ ერთი, ანუ 11-ია ჯამში ორიგინალში. ხო, თქვენ რახან შუბლის შუაში მოხვალთ, ესე იგი ამ ნაკსოვის, ანუ 10 ჯერ თუ 11 ჯერ ამის ნახევარი უნდა მოგსოვთ. ნახოთ, სად გწდებათ, რომ თავის გარშემოწერებაც ინდივიდუალურია, მაინც ახლა თუნდაც რომ ის იყოს ზრდასრული ადამიანი, მაინც განსხვავდება და მოიზომეთ. ანუ ამითი არეგულირებთ ამ ფრაგმენტების რაოდენობით, აი ამ სიგრძეს თქვენ თავზე გადასაჭერთ. თორე შემდეგ უკვე აი ეს რაც მოდის, ეს ზუსტად იგივე წესით, იგივე ზომის იქნება, რაც ეს სიმეტრიული იქნება ამისი, მეორე სამკუთხედი. ამითი ვერ შეცვლით. ესე იგი ამ სამკუთხედებით ზომას ვერ შეცვლით. აი ამითი შუა ფრაგმენტით არეგულირებთ. ეხლა როგორც ხედავთ, პირველივე რიგი იწყება რუიანით. და დახრას ხედავთ ესეა, ანუ პირველი სამეული ზემოდან დააჯდება მეორე სამეულს. აქაც და კიდე, ანუ სამჯერ 1 2 3. აქეთ პირიქით მეორე სამეული ზემოდან უნდა იყოს. აქაც სამჯერ აქაც. კარგით, ეხლა მოკლედ ესეთი რთული პროცედურა უნდა გავიმეოროთ და ეხლა მე ერთხელ მოგსო, რა თქმა უნდა, აი ამ პრინციპში სიმაღლეც არ გვინდა ნახეთ აქ რამოდენიმე რიგს გაჩვენებ და მე ხედავთ რომ მეორდება და ამ სქემას დაგიტოვებთ და თქვენ შეხედეთ აი ეს 8 რიგია ჯამში ნახეთ მე 8-ია ბოლოს ეს უნდა გაიმეოროთ
კიდევ 10 ჯერ, ასე წერია ორიგინალში. ამის ჩათვლით 11 გექნებათ, ესე იგი. კარგი, ახლა 3 თვალი გადმოვიტანოთ და აი ამ ჩვენს ნემსზე. 1 2 და 3. ეს ზემოთ უნდა მოხვდეს, ხო? და ქვემოთ, აი რაც დაგრჩათ სამეული, 1 2 და 3. ხო, აქეთ. 1 საკმაოდ მჭიდროდ არის ხოლმე ეს ადგილი, მაგრამ ლეუშევს. და 3. აი ეს. ეხლა გვსოვთ 2 უგუღმა თვალს და ისე უნდა გავაკეთოთ იგივე, რაც აი აქ გავაკეთე. 1 2 და 3 და გადავიტანოთ ამ ჩვენ დამხმარე ჭხერზე, ასე ვთქვათ. ეს წინ დავტოვოთ, რა თქმა უნდა, ნემსი. და აქ მოგსვოთ 3 მომდევნო წაღმა თვალი. ესე, ეხლა უკვე ნემსიდან 1 2 ხონთაკმდით კარგად შევალ ლამაზად 2 და მესამე აი ესე კარგით კიდევ 2 უგუღმა ეს ნახეთ ეს მოგსოვე ეხლა ეს 2 უგუღმა მოგსოვე და კიდევ ესეთი ნაწნავი მაქვს მოსაქსოვი იგივე წესით, ხო? პირველი სამეული ზემოდან, აი ესე სამჯერ უნდა გაიმეოროთ. მერე უკვე შეიცვლება ეს სამეული ქვემოთ მოხვდება. ჯეჯებით კიდევ ზემოთ უნდა იყოს. აი ესე 1 2 3 ახლა ნემსიდან 1 კარგად გამოვარჩიეთ ეს თვალი, რომ ეს 1 ეს ახლა არ შეგვეშალოს, რომ ეს უკვე მოქსოვილი თვალი, ამას არ ვეხებით. აი აქ 1 მეორე და მესამე. მარჩა, ეხლა აბათო დააგვერდებით სქემაზე. ეხლა ისე აი პირდაპირ გადავმულად, ანუ აქ არის ზუსტად 3 თვალი, 1 2 3. აქ არის 1 წაღმა, დააგვერდით, მოდით. აი ესე და გავადიდებ, რომ მე თქვენ დამოუკიდებლადაც მოახერხოთ, ნახეთ. 1 2 3 1 2 3 და შუაში გაქვთ 1 წაღმა თვალი. მერე არის 1 2 3 1 2 3. აი თქვენც დააგვერდით. კარგით, ესე იგი 1 წაღმა უნდა მოგსოთ და მერე უკვე ეს რუიანები, რომელიც მეორე მხარეზე იგრიხება, ხო? 1 წაღმა, აი ესე. და ეხლა გადავიტან 1 2 3 დამხმარე ჭხერზე უნდა გადაიტანოთ და მოახვედროთ ქვემოთ. ხო, ეს ქვემოთ უნდა მოხდეს უკვე გრეხვა მეორე მხარეს არის საპირისპირო, ვიდრე აქამდე ვაკეთებით. ეს უკან წავიღებ. აი ესე, ეს სამუშაო ძაფი წინ წამოიღეთ. აი ესე და გსოვთ, აი ამ მეორე სამეულს ჯერ 1 2 3 ესა
ეხლა ვგსურთ ნიმსიდან. ესე კარგად მოამზადეთ. ახლოს რომ იყოს. 1 ოპს. დაიკარგა. ერთი უკვე ეს გამოყვანილი მყავდა ფაქტიურად. მეორე და მესამე. ეხლა ორი უგოღმა თვალი და კიდევ უნდა გავიმეოროთ. 1 2 3 და უკან. ესე და მეორე სამეული გსოვება ხო? 1 2 3 ეხლა ნემსიდან. 1 2 და 3. ისევ ორი უგოღმა თვალი და კიდევ ერთხელ 1 2 3 ეს უკან მოახვედრეთ. ესე ეს სამუშაო ძაფი აი ამ ნემსის წინ აუცილებლად ჭხირის წინაც კი აი ესე რომ უბრალოდ აი ჭხირის უკან უბრალოდ აი ახლოში იყოს. 1 2 3 და ნემსიდან. 1 2 და 3. აი ეს. მორჩა ეს რთული რიგი მორჩა. ეხლა შემდეგი რიგი გვექნება უკვე რა თქმა უნდა მარტივია. ეს არის უგოღმა რიგი და იხსოვება ალბათ დავაკვირდეთ ეხლა. ესე იგი მეორე რიგი ხო? აქ გაქვთ 6 უგოღმა მხრიდან როცა უყურებთ ხო? 2 წაღმა, 6 უგოღმა, 2 წაღმა. ეხლა აქ თუ მიხვდებით, აქ გაქვთ 6 უგოღმა, 1 უგოღმა, კიდე 6 უგოღმა. ჯამში ესე იგი 13 თვალი, როგორც ადრე გქონდათ ხო ზემოთ მაქსიმალური რაოდენობა, აქ გქონდათ ხოლმე 13 თვალი, ან 13 უგოღმა. შემდეგ 2 წაღმა, 6 უგოღმა, 2 წაღმა, 6 უგოღმა. შემდეგი რიგიც, ახლა მე მაინც გაჩვენებთ კიდევ მესამე რიგს და მე სულ მეორდება ეს, სანამ არ მიეხვალთ აი მე-9 რიგთან, ანუ მეორე რიგიც უნდა მოგხსოვოთ და მე უკვე მე-9 იქნება ისეთივე როგორც აი პირველი რიგია, ხო? ესე იგი. მარტივია ძალიან ეს უგოღმა რიგი. ესე 6 უგოღმა იყო, 2 წაღმა. ისევ 6 უგოღმა. ორი წაღმა. ისევ აქ უკვე 13 უგოღმა. დააკვირდით.
ესეთი ბევრი თვლები გქონდა აქ და ორი წაღმა. ისევ 6 უკუღმა. ორი წაღმა. და ბოლო 6 უკუღმა. ეს იყო მეორე რიგი, ახლა ასე თქვათ შუა სქემის, ხო, მეორე სქემა არის. ეროსულად დაწერია. ეხლა მოდით მესამე რიგსაც გაჩვენებთ, ხო? და მერე თქვენ გააგრძელებთ. მესამე რიგი. ეხლა წაღმა მხრიდან უყურებთ, თორე ისე ზუსტად იგივეა, რაც მეორე რიგი. უბრალოდ წაღმა მხრიდან რო ახან უყურებთ, აი აქ იქნება 6 წაღმა, აქ იქნება 2 უკუღმა. 6 წაღმა, 2 უკუღმა. 13 წაღმა, 2 უკუღმა. 6 წაღმა, 2 უკუღმა, 6 წაღმა. აი ესეთია წაღმა რიგებში ასე მოგსოვთ, უკუღმა რიგებში საპირისპიროდ გექნებათ წაღმა და უკუღმა თვლების. როგორც ნაქსოვით, ხოლს ხო, ისე უნდა მიყვეთ და მოგსოვთ. პირველ თვალს არ გსოვთ, ესე გადაიტანთ და დანარჩენს აი უკვე ნაქსოვი თვითონ გიკარნახებთ. ეს ყველაზე მარტივი საქსოვია, ეს შუა სქემა, ესეთი მეორე სქემა. შუა ნაწილია ფაქტიურად თავზე გადასაჭერის. ესე. უკვე ესე ჩანს კიდეც სულ წაღმა თვლები მოდის და ასეც მოგსოვთ. ესე იგი, როგორც გითხარით, მოგსოვეთ ეს ფრაგმენტი რამდენჯერმე, ხო? ეხლა მეორე სქემა. რაც 4-ჯერ, 5-ჯერ მოგსოვეთ, შეხედეთ, გადაიჭერეთ თავზე, სადამდე მოდის. თუ ეს ადგილი ესე იგი, თან ისე რომ მოჭიმული იყოს, ხო? ან თქვენ სავარაუდოდ როცა გაიკეთებთ თავზე, თლათ თავისუფლად ისე რომ გძურებოდეთ არ უნდა იყოს, ხო? და ამ მოჭერა ისეთი იყოს, რომ კომფორტულადაც იყოს, არც მოგძურეთ, არც ზედმეტად გიჭერდეთ, მოკლედ და იყოს თქვენზე მორგებული. და აი როცა ნახავთ აი რაოდენობას ამ შუა ნაწილისას, იმდენს მოგსოთ, რომ აი შუბლის თქვენი შუბლი სადაც არის, ხო, ეს თავზე, აი აქ ამას თუ დაიდებთ კისრის შუა წერტილზე, ხო, ჩაღმავების ადგილი სადაც გაქვთ და ეს ადგილი აი ესე იგი მოქსოვილი იმდენი გექნებათ, რომ ზუსტად შუბლის ცენტრალურ ესე იგი ნაწილთან მოდის, უკვე შეგიძლიათ აი ესე იგი იმითი ხელმძღვანელოთ, რომ აი რამდენი გაქვთ მონაქსოვი. აქ შეიძლება ეხლა თქვათ ნიშნული გააკეთეთ მაინც, რომ მერე გადაითვალოთ. მაინც ეხლა ნაქსოვში უფრო რთულია ხოლმე. აი ეს ეხლა მე რაც გავაკეთე პირველი. ნახეთ. აი აქ იყო პირველი რიგი, ესე ვთქვათ, აი სადაც დავიწყეთ აი ეს რიანი. აი ეს გადაჯვარედინება, ხო? ეს მონიშნეთ თუ გინდათ და აი ამის შემდეგ აი ესეთი უნდა გააკეთოთ რამდენჯერმე და როცა მიაღწევთ ისეთ ადგილს, რომ უკვე ცენტრში ხართ, ხო? მიხვდებით, რომ ისე ამდენი ცალი გინდათ უკვე შუბლის დანარჩენ ნაწილზე, ესე ცენტრიდან უკვე მეორე მხარეს უწაყვეთ, ხო? მაგრამ გეტყვით, რომ ორიგინალში არის აი ესეთი ფრაგმენტი, უნდა იყოს თქვენთან მოქსოვილი 11 ცალი. ანუ ერთხელ რომ მოგსოვთ, კიდევ 10-ჯერ, აი ესე. კარგით. მოკლედ, ამის შემდეგ მე მგონი თქვენს გააგრძელებთ, აქ მეორდება 8 რიგის ჩათვლით. მერე უკვე ისევ აქედან პირველი რიგიდან იწყებთ, ისევ 8 რიგი. ისე პირველიდან 8, აი ესე. კარგით. ახლა მე უკვე მე-4 რიგზე გადავდივარ უკუღმა რიგზე და ესე შემდეგ მოკლედ თქვენს გააგრძელეთ და შევხვდებით შემდეგ გაკვეთილზე უკვე ფაქტობრივად სამკუთხედზე რო გადავალთ, აი უკვე ქვედა აი ამ სამკუთხედზე, ხო? აი ესე. ოღონდ აქ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ქვემოთ, აი აქედან აი ეს დავაწრულებთ. აქედან ხო იზრდებოდა, აი პირიქით დაძრულდება.